იუჯის სკოლა დღეს საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებს ატარებს. ღონისძიება საქართველოს უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში ტარდება და მასში მონაწილეობა ყველა სკოლის მოსწავლეს შეუძლია. იმიტირებული არქეოლოგიური გათხრები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ღონისძიებებისა, რასაც იუჯის სკოლას თავაზობს მოსწავლეებს. სკოლაში განათლების მიღების სრულიად ახლებური მეთოდია დანერგილი, რომლის შესახებ ინფორმაციას იუჯის სკოლის დირექტორი და საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი მანანა სანაძე მოგვაწვდის. დილამშვიდობის ქალბატონო მანანა. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას, ეს დილის გადაცემაა და გისურვებთ საუკეთესო დღეს. დიდი მადლობა. როგორ მოემზადა იუჯის სკოლა იმიტირებული არქეოლოგიური გათხრებისთვის, რამდენად რეალური იქნება ეს პროცესი ბავშვებისთვის და მსურველებს თუ აქვთ შესაძლებლობა, რომ ამ წუთიდან შეუერთდნენ ღონისძიებას? დიახ, ყველას აქვს ამის შესაძლებლობა, რომ შეუერთდეს ღონისძიებას. ეს პროცესი ჩვენ უკვე აპრობირებულია, იმიტომ რომ რამდენჯერმე გავაკეთეთ ამისი აპრობაცია. იუჯის სკოლის სხვათა შორის უმცროსი ბაღის ბავშვები მოვიყვანეთ და გარდა ამისა მოვიყვანეთ თვითონ იუჯის სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტმა და ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი, როდესაც ბავშვები სწავლობენ პრაქტიკულად კეთების პროცესში რაღაცას და ეს არის ამ შემთხვევაში ისტორია, არქეოლოგია. საერთოდ საქართველოს უნივერსიტეტს აქვს ძალიან კარგი ბაზა სამშვილდეში და აწარმოებს არქეოლოგიურ გათხრებს და ზაფხულში ჩვენ გეგმავთ, რომ უკვე სკოლის მოწაფეები ზოგადად მთელი საქართველოდან მივცეთ საშუალება, რომ ჩამოვიდნენ სწორედ სამშვილდეში და აი ცოცხლად ვაჩვენოთ ეს ყველაფერი მათ. მაგრამ ამჟამად ეს რა თქმა უნდა იმიტირებული პროცესია, როდესაც ბავშვები ქვიშაში პოულობენ ჩვენი არქეოლოგიის სტუდენტების და არქეოლოგების მიერ გათხრილ ნივთებს და ნუ შემდეგ მენტორი ამაზე მათ უყვება, ისინი სწავლობენ როგორ გაწმინდონ ეს ნივთები, როგორ შეაწეპონ და ასე შემდგომ. ეს არის ძალიან სახალისო და ძალიან საინტერესო. იუჯის სკოლაში მაპატიეთ რომ გაწყვეტინებთ არაერთი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიება ტარდება და ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ ჩვენ გადაცემის მსვლელობისას. მანამდე მინდა აღვნიშნო, რომ იუჯის სკოლაში არის განათლების მიღების აბსოლუტურად განსხვავებული მეთოდი დანერგილი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ბავშვების ანალიტიკური აზროვნების განვითარებას. რა სახის მეთოდია უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ და რით განსხვავდება იუჯის სკოლა სხვა ჩვეულებრივი სკოლებისგან? მადლობთ რომ ეს კითხვა დასვით. ეს არის მართლაც შესანიშნავი მეთოდი, რომელსაც უკვე ბოლო 5 წელია ყველაზე მაღალ განვითარებული ქვეყნებში და სკოლებში იყენებენ. ამას ეწოდება STEAM-ი, ასე ვთქვათ, შემოკლებით, რაც გულისხმობს science, technology, engineering, art, mathematics. ეს არის ზოგადად ინჟინერიის, ტექნოლოგიის, მეცნიერების, ჰუმანიტარული მეცნიერებების და მათემატიკის ერთობა, ინტეგრირება. და მთავარი მომენტი ამ მეთოდის ეს არის, რომ ბავშვები კეთების პროცესში სწავლობენ პრაქტიკულად თეორიას, თეორია ამტკიცებს პრაქტიკას და თვითონ ექსპერიმენტით და პრაქტიკით ითვისებენ თეორიას. სრულად არის თუ არა იუჯის სკოლა აღჭურვილი ტექნიკით, რასაც იყენებენ ბავშვები ამ პროცესში? რა თქმა უნდა, აქ ჩვენ გვაქვს თითოეულ ბავშვს აქვს თავისი ბლოკი, თავისი ესე იგი მაგიდაზე აქვს თავისი ყველაფერი ის ინსტრუმენტები და ის რესურსები, რომელიც მან უნდა გამოიყენოს მუშაობის დროს. უნდა გითხრათ, რომ ამას იუჯის სკოლა და ასევე იუჯი ლიმესი შეიძლება გაგიგიათ ჩვენ გარდა უნივერსიტეტისა, ბაღისა და სკოლისა გვაქვს კიდევ ესეთი ცენტრი იუჯი ლიმესი, რომელმაც დანერგა სწორედ ჩვენთან აი ეს ახალი სწავლების მეთოდოლოგია და უკვე 2 წელია იუჯი ლიმესი თავისთავად მუშაობს უნივერსიტეტში და მას ცალკე მთელი თბილისის სკოლებიდან ყავს მოსწავლეები 650-ზე მეტი ბავშვი დადის სხვადასხვა სკოლიდან და ეს ჩვენ ვთვლით, რომ ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა, რომ მშობლები აი ესე დაინტერესდნენ, რომ ბავშვებმა ამ შემთხვევაში უნდა აღვნიშნოთ, რომ უქმე დღეებში მიმდინარეობს სწავლება ამ ბავშვებს. კი ბატონო, ამ შემთხვევაში მიმდინარეობს არა მარტო იცით შაბათი კვირა და 4 საათის შემდგომ, როდესაც სკოლას შეუძლია დაუთმოს გარკვეული აუდიტორიები, მაგრამ ძირითადად ეს არის უფრო შაბათი და კვირა. მაგრამ ეხლა სიახლე ჩვენი ამ შემთხვევაში თვითონ იუჯის სკოლის არის ის, რომ თუმცა იუჯი ლიმესი უკვე აი ამ მიმართულებით მუშაობს და ძალიან ფართედ იზიდავს ბავშვებს, მაგრამ
წელს პირველად მოხდა თვითონ UG სკოლის და UG ლიმენსის პროგრამების ინტეგრირება. აი ახლა უკვე იანვრიდან, მეორე სემესტრიდან ჩვენი UG სკოლის მოსწავლეები გავლენ დაიწყებენ ამ ახალი პროგრამით, რომელიც გულისხმობს აი ამ ორი მიმართულების, ესე იგი UG ლიმენსის პროდუქტის ინტეგრირებას აი სკოლის პროგრამაში და ეს არის ნამდვილად ძალიან საინტერესო და სექტემბრიდან კი უკვე ჩვენი პირველ კლასელები, ეს პირველ კლასიდანაც მოიცავს მთლიან სკოლას მოიცავს 12 კლასს მსჯვალავს ეს პროგრამა და პირველად ჩვენ უკვე პირველ კლასელებს მივიღებთ ამ პროგრამით. თუმცა იანვრიდან ამ პროგრამაზე გადადიან ჩვენი ამჟამინდელი პირველი კლასელები, მეორე, მესამე და ასე შემდგომ ყველა კლასი გადადის უკვე ამ მიმართულებით ასწავლებას. რადგან ახსენეთ მეორე სემესტრი, მოდით დავაკონკრეტოთ, როდიდან მოხდება ბავშვების მიღება მეორე სემესტრისთვის და იქნება თუ არა ადგილები შეზღუდული? ზოგადად, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ჩვენ ახლა ვაშენებთ სკოლას და ამჟამად ჩვენი ადგილები, რა თქმა უნდა, არის შეზღუდული. აი წელს მაგალითად განსხვავებით შარშანდელისგან ჩვენ პირველ კლასში მხოლოდ 5 კლასი შეგვიძლია მივიღოთ, შარშან 6 მივიღეთ, მაგრამ წელს უკვე ვეღარ მივიღებთ ამდენს და დანარჩენი კლასების მიმართულებითაც ჩვენ თითო კლასში გვყავს 16-17 მოსწავლე, ამაზე მეც ჩვენ კლასში არ ვიღებთ და თითოეულ კლასში ჩვენ შეგვიძლია ბუნებრივია რამდენიმე ბავშვი დავამატოთ, თვითონ კლასს ვერ დავამატებთ, მაგრამ არის შესაძლებლობა, რომ რამდენიმე მოსწავლე კლასებში დავამატოთ. ანუ ეს იქნება საკმაოდ შეზღუდული მიღება და ამას ჩვენ 16 დეკემბერს გვაქვს ღია კარის დღე, 16 დეკემბერს 6 საათზე და ეს იქნება როგორც პირველი კლასის, ეხლა ვინც შემოდის სკოლაში, მათთვის ისე იმ მშობლებისთვის, ვისაც სხვადასხვა კლასებში უნდა ჩვენთან გადმოყვანა ბავშვების. მე მინდა კვლავ ვისაუბროთ ახალ მეთოდზე, რომელიც მუშაობს აღნიშნულ სკოლაში. ევროპის ქვეყნების მაგალითზე რომ ვისაუბროთ, სად არის ეს მეთოდი დანერგილი და რამდენად წარმატებულად ფუნქციონირებს? უნდა გითხრათ, რომ ბოლო 5 წელია ეს მეთოდი ძალიან წარმატებით ფუნქციონირებს ყველგან, მათ შორის ამერიკაშიც, ევროპის სკოლებშიც. ეს არის საერთოდ ახალი მიგნება მეთოდოლოგიური, როდესაც აი ჰუმანიტარული მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკის და მეცნიერების, ზოგადად მეცნიერებაში ამ სიტყვაში ახლა ჩვენ ცოტა სხვა გაგება გვაქვს მეცნიერების, ჩვენ მაგალითად ისტორიასაც მეცნიერებას უწოდებთ, იქ science უწოდებენ მარტო აი ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, აი ამ საგნებს და აი ჰუმანიტარული მეცნიერები ახლა იქ არტს რო ამბობენ, არტ გულისხმობს ზოგადად ჰუმანიტარულ სწავლებას, აი ამის ერთობლივი ინტეგრირება ხდება და რაც მთავარია, ყველაფერი ამ შემთხვევაში მიმდინარეობს სწორედ სწავლება ბავშვებისთვის ძალიან სახალისოა, იმიტომ რომ ყველაფრის სწავლა ხდება საკუთრივ კეთებით. აი ეს არა მარტო არქეოლოგიას ეხება ამ შემთხვევაში, ასე ხდება იგივე მათემატიკის მიმართულებით. ამ შემთხვევაში ეს ახლებური მეთოდი, ქალბატონ მანა, გულისხმობს თეორიის და პრაქტიკის გაერთიანებას, თუ სხვა რაიმე ფაქტორებიც არის ჩართული, როდესაც საუბრობთ ბავშვის ანალიტიკური აზროვნების განვითარებაზე? იცით, ეს რა თქმა უნდა გულისხმობს თეორიის და პრაქტიკის გაერთიანებას და ინტეგრირებას, მაგრამ ეს არის ხანდახან ჩვენ ვამბობთ, რომ აი თეორია და პრაქტიკა ეს არის, რომ ჩვენ რაღაცა ვხსნით თეორიას და მერე ეს რაღაცნაირად შეიძლება სადღაც მიგვყავდეს პრაქტიკაზე. მაგრამ აქ არის საკუთრივ თვითონ ახსნის პროცესშიც, ანუ თეორიაში ჩართულია პრაქტიკა, ხდება ახსნა და იმავდროულად ბავშვი თვითონ საკუთარი ხელებით აკეთებს რაღაცას. ძალიან მნიშვნელოვანია ეს მართალი გითხრათ დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის, იმიტომ რომ მათ ამ დროს უნვითარდებათ მოტორიკა და ეს ძალიან ხელს უწყობს ზოგადად გონების და აზროვნების განვითარებას. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ სკოლებში პირველი 7 კლასი კი არის ბუნება და ასევე მე-7 კლასში გარკვეულ
ერთდროულად არის ინტეგრირებული საწყისები ქიმია, ფიზიკის, ბიოლოგიის, მაგრამ მაინც მერვე კლასამდე აი ეს ამ მეცნიერებების შესწავლა ესე არ ხდება და აი ამ პროგრამის მიმართულებით ბავშვები ძალიან ბევრ რამეს უკვე სანამ დაიწყებოდეს ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია მერვე კლასში, ის მათ უკვე ძალიან ბევრი რამე აქვს გაკეთებული, თვითონ იციან. სხვა შეიძლება ზუსტად ტერმინი არ იცოდნენ, თეორიულად ვიღაცას ვერ უთხრან ეს რა ვთქვათ კანონია, მაგრამ მათ თვითონ იციან ეს როგორ გააკეთონ, ამის შემდეგ რა იქნება, ეს რას მოგვცემს და ეს არის სწორედ ძალიან საინტერესო. გასაგებია. ქალბატონ მანანა, რაც შეეხება პედაგოგებს, ახალი მეთოდის დანერგვისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო რა კვალიფიკაციის მასწავლებლები იქნებოდნენ სკოლაში. საიდან მოიძიეთ ეს ადამიანები და თუ მოხდა მათი გადამზადება? იცით, რა თქმა უნდა, ჩვენ გადამზადებაც მოხდა მათი გარდა ამისა ჩვენი ყოფილი სტუდენტები, რომლებმაც დაამთავრეს ჩვენთან ბაკალავრიატი, მერე მაგისტრატურა, ზოგი მაგისტრატურის პერიოდში საქართველოს უნივერსიტეტში, დიახ, ზოგი მაგისტრატურის პერიოდში, ზოგი დოქტორანტურის პერიოდშიც ისინი იყვნენ ჩვენ გვაქვს ძალიან ესეთი ბევრი პროგრამები, ტემპუსის, ერაზმუსის და ასე შემდგომ, ისინი იყვნენ გაცვლითი პროგრამებით სხვადასხვა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში და მათ ამავე დროს მათ ჰქონდათ იქ სამუშაო პრაქტიკა და ბევრი მათგანი მუშაობდა სწორედ სკოლაში, მუშაობდნენ ბაღებში, სკოლებში და ეს მათ ჩამოიტანეს ეს პრაქტიკა პრაქტიკულად ცოცხლად თვითონ ეს ყველაფერი იქ დაამუშავეს და შემდგომ რა თქმა უნდა გაუზიარეს უკვე ჩვენს პედაგოგებს. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ჩვენ მზადა ვართ, რომ ეს მომზადება, ეს მეთოდოლოგია გაუზიაროთ ზოგადად თბილისის სხვა სკოლებს და ბაღებს, იმიტომ რომ ამ მეთოდიკით ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა ბაღშიც კი. უკვე 4 და 5 წლის ბავშვებთან ჩვენ ზუსტად მსგავსი მეთოდოლოგიით მუშაობთ, როცა ისინი ძალიან ბევრ რამეს ეცნობიან, სამყაროს ეცნობიან, სწორედ საკუთარი ხელებით რაღაცის გაკეთებით. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მანანა მობრძანებისთვის, ინფორმაციისთვის. UG სკოლის დირექტორი და საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი მანანა სანაძე იყო ჩვენი სტუმარი. მადლობთ მოწვევისთვის.